ისრაელმა სამხრეთ ღაზაში გააფართოვა სახმელეთო ოპერაცია. უსაფრთხოების ბუფერული ზონის შესაქმნელად მისი სამხედროები რაფახში, კერძოდ ალჯერინის უბანში შევიდნენ. თავდასხმა გრძელდება ასევე სექტორის სხვა ნაწილებზეც. ისრაელელი სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი წარმატებით ანადგურებენ ჰამასის აქტივებსა და ინფრასტრუქტურას. შუამავლები კვლავ ცდილობენ მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმონ. როგორც ცნობილია, ისრაელმა 2 კვირის წინ განაახლა სამხედრო მოქმედებები ღაზაში. ჰამასი აცხადებს, რომ მან მიიღო ეგვიპტისა და კატარის მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელიც დროებით მშვიდობას ითვალისწინებს. შეთანხმების მიხედვით ჰამასმა 5 მძევალი უნდა გაათავისუფლოს დახმარების განახლების, ერთკვირიანი სამშვიდობო ზავისა და ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ. თავის მხრივ ისრაელმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით თავისი წინადადება წარადგინა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია. იმავდროულად ჰეზბოლას ლიდერი ნაიმ ქასემი ისრაელს შესაბამისი პასუხით ემუქრება, თუ ის არ შეწყვეტს თავდასხმებს ლიბანზე. ნოემბერში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ პირველად ისრაელმა ლიბანის დედაქალაქზე იერიშები მიიტანა. ქასემის თქმით, ჰეზბოლა იძულებული გახდება ალტერნატიულ საშუალებებს მიმართოს იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი არ დაიცავს შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს.